და პოლიტეკონომისტი რევას კარანაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ რევას, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, გლობალურ კონტექსტში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამაზე ვსაუბრობდით წინა სტუმართან. საქართველოს აცხადებს, რომ ინარჩუნებს ევროპულ კურსს, თუმცა პარალელურად ავითარებს მულტივექტორულ პოლიტიკას. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი პრაგმატიზმსა და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ამ შემთხვევაში და რა პოლიტიკური და ეკონომიკური ბენეფიტების მომტანი იქნება ეს მულტივექტორული პოლიტიკა, რომელზეც საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ მიმდინარე კვირის განმავლობაში. მოგესალმებით, ქალბატონ ნატა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ჩრდილოეთით ომია, ჩვენ სამხრეთით ომი და კონფლიქტები არის და აქედან გამომდინარე საქართველოს და ზოგადად კავკასია დარჩა ის შუადერეფანი, რომელიც ჭირდება აზიას და ევროპას ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო არსებობს რისკები, ჩვენ ვთამაშობთ ძალიან პრაგმატულად, ძალიან გონივრულად და ეს პრაგმატული და გონივრული საგარეო პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს საშუალებას ამ მოცემულობაში მივიღოთ ასევე ბენეფიტებით, სარგებელიც მივიღოთ ჩვენ და აშკარად გამოჩნდა ის საჭიროება, რომ საქართველოს და კონკრეტულად კავკასია იყოს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირის შორის, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტად დაუკავშირონ ერთმანეთს თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკა და გააღრმავონ ვაჭრობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი არის ყველაზე ზრდადი ეკონომიკა დღევანდელ დღეს მსოფლიოში, მათ შორის უფრო ზრდადი ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები და ამაზე მოწმობს ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული, უბრალოდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ომით, სავაჭრო ომით დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების უკან დახევით და ჩვენ ვნახეთ ტრამპის შეხვედრა ში ჟინპინგთან, როდესაც უფრო ნაკლებად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თითქმის ყოველ კვირა მაინც რომ ევროპელი ლიდერები ჩადიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მაშინ როდესაც ჩაკეტილი არის რუსეთის გზა, რომელიც აქამდე მეტნაკლებად აკავშირებდა ევროპას ჩინეთთან, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჰორმუზის სრუტე არის ჩაკეტილი და ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რამე კონფლიქტი გაჩაღდეს, ერთადერთი გზა არის ცენტრალური აზიიდან წამოსვლა ჩინური, ასე ვთქვათ, ტვირთვის, რომელიც გამოივლის კასპიის ზღვაზე და შემდეგ კავკასიის გავლით შევა თურქეთში, ან შეხმალ შავი ზღვის გავლით შევა ევროპაში. და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ თუ გავაგრძელებთ იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ნიშნავს ჩაურევლობას ამ კონფლიქტებში, იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ძალას სურს ჩვენი ქვეყანა იხილოს, ან ეხილა ჩარეული და ჩვენ ყარა დავდექი და დავიცავი ჩვენი ინტერესები, რაც უფრო მეტად ვიქნებით ჩართული ამ ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთთან კავშირში, მით უფრო გახდება ჩვენი უსაფრთხოების დონეც აიწევს, იმიტომ რომ მათ ინტერესებში არ შევა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც იქნება უსაფრთხო, ეს გზაც ჩაკეტონ. და მე ვფიქრობ, რომ პირიქით ამ შემთხვევაში ჩვენ რისკებს მაღლა კი ავწევთ, არამედ დაბლა იწევა ეს რისკები ჩვენი ევრაზიის, ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი ცენტრად ყოფნისას. მიუხედავად ამ არგუმენტირებული მსჯელობისა, ხშირად რადიკალები საუბრობენ, რომ მულტივექტორული პოლიტიკა არ გაამართლებს, ვინაიდან ეს არის ერთგვარად რაღაცა ევროპული კურსიდან გადახვევა მათი გაგებით. აი საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან შეიძლება გაჩნდეს დამატებითი შეკითხვები, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს ავითარებს მულტივექტორულ პოლიტიკას, ან იყოს პირიქით ეს ევროკავშირისთვის სასარგებლო მიმართულება იყოს. იცით რა არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ხა იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში ბოლო დროს მოქმედებს ისე, რაც ჩემის აზრით ლოგიკას არ ექვემდებარება ევრობიუროკრატების წარმომადგენლების სულები, მათი საგარეო კურსიც ხშირ შემთხვევაში აცდენილია მათ რაციონალურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს იარაღად გამოყენებული, რომ აი როგორც ეს ჯო ვილსონი, რომელიც გახდა, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი სამასხარაო მომენტი, რომ თითქოს ჯო ვილსონი იყო გადამწყვეტი როლი, რომ თურმე ადრე საუბრობდნენ რუსეთზე, მაგრამ შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, უცებ დაიწყეს საუბარი ჩინეთზე და ირანზე და აბსოლუტურად იგივე ტექსტი დატოვეს და ჩვენ ვნახეთ, რომ ამას არანაირი მომავალი არ უწევია.
რა თქმა უნდა, ევროპასაც შეუძლია ეს გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა ეჭვმეპარება რომ ეს იყოს რაიმე გადამწყვეტი, იმიტომ რომ ისეთ არამნიშვნელოვან საკითხებზე გვეკიდება ჩვენ ევროკავშირი და ისეთ არარეალისტურ რაღაცებზე, მაგალითად ვიღაც სააკაშოს რომელსაც გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და შემდეგ ეს ღიმილის მომღრელი და არასერიოზულია, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ევროკავშირში ინდივიდუალური ქვეყნების ინტერესები ხშირ შემთხვევაში უფრო მაღლა დგება შემდეგ ვიდრე ეს რაღაც ბრიუსელის ეს იდეოლოგიური, მე ვფიქრობ რადიკალური ჩარჩო, რომელიც არარაციონალური არის და ჩვენ ვნახეთ ფრაუ ურსულა ფონ დერ ლაინი, რომელიც ჩადის ხოლმე პეკინში და ცდილობს კავშირები დაამყაროს და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ იქნება ეს სასარგებლო ევროკავშირისთვის, რომ ამ კუთხით მოგვაწვეს ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვაწვებოდნენ იმაზე, რომ მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს 100%-ით არ ვასრულებთ. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული ხალბატონ ნატა და ამაზე ერთადერთი ვარიანტი ამის პოზიციონირება როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის? თბილისის ოფიციალური პოზიციონირება მე ვფიქრობ უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს არის ჩვენ ინტერესებში, ეს არის თქვენ ინტერესებში. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვესმის თქვენ ამასთან დაკავშირებით რატო გაქვთ პრეტენზია. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ კურსს არ ვცვლით, ჩვენ არ ვცდილობთ რომ რამენაირად შევცვალოთ ჩვენი შიდა სტრუქტურა, ჩვენი გარე სტრუქტურა და ეს არის ჩვენი საქმე და საქართველოს პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და აქედან გამომდინარე ამ მოცემულობაში ეს ჩვენთვის არის სასარგებლო, ჩვენ ვცდილობთ რომ ეკონომიკურად განვითარდეთ, გავძლიერდეთ ჩვენი ქვეყანა და ეს უნდა იყოს უპირველესი ჩვენი ინტერესია და მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მხარდაჭერაც ექნება თვითონ საქართველოს მოსახლეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო ლეგიტიმაციას ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ნაკლები ყოველ ჯერზე უფრო ნაკლები და ნაკლები მხარდაჭერა აქვს ქართულ ხალხში. გასაგებია. ხშირად გვესმის და ამბობენ, რომ საქართველოს მთავარი უპირატესობა, ერთ-ერთი მთავარი ფსონი არის, რაზეც იდება მთავარი ფსონი არის გეოგრაფიული მდებარეობა, თუმცა საკმარისი არის თუ არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა წარმატებისთვის. თუ მაგათად ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, უფრო მეტად ინსტიტუტები, პოლიტიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოა. ეს არის გამსაზღვრელი, როგორ ფიქრობთ? იცით რა არის? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ერთი მეორეს აძლიერებს, მე ვფიქრობ. ერთი მეორის გარეშე წარმოგიდგენ, შენ შეიძლება გქონდეს არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობა, მაგრამ იყო ინსტიტუციურად არ იყო გამართული და აქედან გამომდინარე, შენ შეიძლება ვერ ნახო ის სარგებელი, რაც შენ გჭირდება. ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დასახვეწი და თვისობრივად უფრო გასაძლიერებელია ის საინვესტიციო გარემო, რაც საქართველოში არის, რა სად მიდის ეს ინვესტიციები, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ შე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს ინვესტიციები ხშირად არის მომსახურების სექტორში, ან უძრავ ქონებაში. მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ეს არის ინფრასტრუქტურული განვითარება, ეს არის საწარმოო პოტენციალის განვითარება, რაც ჩემის აზრით შესაძლოა იყოს გვერდითი ეფექტები ჩვენი შუადერეფანში ჩართულობის. გამომდინარე იქიდან, რომ შუადერეფანი ეს არ არის მხოლოდ მომსახურების სფერო, ეს არის სადისტრიბუციო სფერო, რომელსაც თავის ინფრასტრუქტურისა და თავის საწარმოო გვერდითი მოვლენები, გვერდითი ეფექტები დარჩება. და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა აუცილებელი არის, რომ ამავდროულად ავითარებდეს ამ ინსტიტუტებს. ეს პირველ რიგში არის სოციოეკონომიკური საკითხები და მე ვფიქრობ, რომ მთავრობის ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიდგომა არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მოცემულობა ჩვენი გეოგრაფია, აქედან გამომდინარე შემოვა ინვესტიციები. ეხლა გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ოქროს კოზირი დაგვეცა ჩვენ, ტუს კოზირი დაგვეცა ჩვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს დარჩა და კავკასია ერთადერთი უსაფრთხო კორიდორი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია აქედან ვნახოთ სარგებელი, მაგრამ ამ სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ დავაბანდებთ, რას განვავითარებთ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე თუ არსებობს ამის განვითარების გეგმა, კარგი იქნება რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ეს. მე ხა არ ვიცი ეს რამდენად არსებობს. იქიდან გამომდინარე რომ ნამდვილად ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთთან ურთიერთობა არის პირველ რიგში ეკონომიკური, ეს არ არის ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს შემოდიან და თავიანთ პოლიტიკური ულტიმატუმებით გვესაუბრებიან, რაც მე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სუვერენულ სახელმწიფოს ჰქონდეს თანაბარი ურთიერთობა. მე უბრალოდ მინდა მოვიშველიო პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, რომელიც პარლამენტში გამოსვლისას ამბობდა, რომ ჩინეთი ამხელა სახელმწიფო არისო და ისო თანაბრად გვექცევაო განსხვავებით სხვა ბევრი სახელმწიფოებისგან. ეს მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი, ეს არის ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, დირექტივა, რომ ის ყველა პარტნიორს ექცევა თანაბრად, მოდი ვივაჭროთ, მოდი ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ მე თქვენში და პოლიტიკაში არ ჩავერებ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, იქნება ეს დასავლეთიდან თუ იქნება ეს ჩრდილოეთიდან, ჩვენი სამეზობლოზე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დააბალანსოს საქართველოს ევროკავშირი, ცენტრალური აზია და რეგიონული ლიდერობის ამბიცია?
მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს საკმაოდ კარგად აბალანსებს ამ მოცემულობას, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ამაზე უკეთ შეგვიძლია ეს დავაბალანსოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროკავშირს ერთადერთ სუფთა გზას, რომელიც აკავშირებს აზიასთან, ეს არის ევროკავშირის ინტერესებში. თუ საქართველოსთან მას ექნება ნორმალური ურთიერთობა და ის არ დაგვიწყებს ჩვენთან რამე სანქციების დაწესებას, მე ვფიქრობ, ეს სანქციები ევროკავშირის მხრიდან არის წარმოუდგენელი დღევანდელ დღეს, რადგან ეს ევროკავშირს დაარტყავს პირველ რიგში და ერთადერთ გამტარ გზას ევროკავშირი მე მგონი არ მოიჭრის, ამ დონეზეც მე მგონი არ გასულა ირაციონალურობას ევრობიუროკრატია. მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ ცენტრალური აზიასთან არაფერი დასაბალანსებელი არ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მქონდა მე ვფიქრობ 70 წლიანი წარსული ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ეს რატომღაც დავივიწყეთ ბოლო 35 წლის მანძილზე. ნამდვილად კარგია, რომ დიდარ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, როგორც არის ყაზახეთი, როგორც არის თურქმენეთი, ნავთობით, გაზით დიდარ ქვეყნებთან მქონდეს ურთიერთობა და რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგოდამოკიდებულება, მით უფრო კარგია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი საბჭო პარტნიორი ყავს, რაც უფრო მდიდარი პარტნიორებია, რაც უფრო მეტი რესურსებთან გაქვს წტომა, თან არაერთი წყაროდან ამ მოცემულობაში ქვეყანას უფრო მეტად შეუძლია თავისი სუვერენულობის ხარისხი დაიცვას და უფრო მეტად შეგვიძლია ლავირება. ჩვენ თუ იქნებით მხოლოდ ერთ ძალაზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებული, ეს ვფიქრობ, რომ ძალიან შელახავს ჩვენს სუვერენულობას და რაც უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, უკეთესი არის ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის და რადგან ამდენი კეთილგანწყობილი ქვეყანა მოდის შენთან და შენი ინტერესები გაქვს და შენი ინტერესებიდან ხელმძღვანელობ და ეს ქვეყნები შენთან პოლიტიკურ დივიდენდებს არ აკეთებენ და მხოლოდ ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებში შემოდიან, მე ვფიქრობ, ეს ბოლომდე უნდა ამოვწუროთ და გამოიყენოთ და ეს გაგვაძლიერებს და ასევე აწევს ჩვენს სტატუსს ევროკავშირთან და ზოგადად ბრიუსელთან ურთიერთობაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და ნაკლებად იქნება მათ ინტერესებში აქ არეულობების და გადატრიალებების თუ სხვა რაღაც დესტაბილიზაციების დაფინანსება. და ბოლოს შეკითხვაც ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ, სავაჭრო თემა არის ზოგადად მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკურ ვაჭრობას გულისხმობ მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლა, ვინაიდან ეს უფრო გაართულებს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი გაქვთ ოფიციალურ თბილისსა და თეთრ სახლს შორის, როგორ მოხდება ურთიერთობების დასტაბილურება? დეკლარირებული აქვს ოფიციალურ თბილისს, რომ სუფთაფუძვლიდან შესაძლებელია ამ ურთიერთობების დაწყება. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარებას ელოდებით? ეს დამოკიდებული არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წინა ადმინისტრაცია პირდაპირ ერეოდა ჩვენ შიდა პოლიტიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იქცეოდა როგორც მეფის ნაცვალი და ქარდებსაც კიდევდა Facebook-ზე როგორ უნდა მოიქცეთ და ჭკუას გვარიგებდა. ეს შემდეგ ადმინისტრაცია შეიცვალა, აბსოლუტურად სხვა მთავრობა მოვიდა, მიუხედავად ამისა, Heritage Foundation-ის დირექტორმა, რომელიც არის ამერიკული კონსერვატული მოძრაობის და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დედაბოცი think tank-ი, მათ განაცხადეს, რომ საქართველოს მოუწევთ დათმობებზე წამოსვლა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატებთან ესე მარტივად არ გადაიტვირთება საქმე, მიუხედავად ჩვენი განაცხადისა, ჩვენი მზაობისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ ელჩიც არ დანიშნულა, უკვე რამდენი ხანი გავიდა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება, ასე ვთქვათ, როგორც საჯილდაო ქვა, ისე დააყენოს ეს ურთიერთობის გადატვირთვის საკითხი და საბოლოო ჯამში, როგორც ევროკავშირის უმოლოდინს კარებში გვაყენებს, დაახლოებით ესე მოგვიქცევ ჩვენ თუ გინდათ გადატვირთვა, ეს უნდა გააკეთოთ. ამას არ გამორიცხავ, თუმცა რაც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გააკეთა, ეს არის სწორი, ეს არის პირველ რიგში ჩვენი რეგიონი არის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სამეზობლოსთან უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა ჩვენი ინტერესების გატარებით და სოფლიოს უმეტესობა ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს არ არის ამ კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს და ეს თვითონ ტრამპაც არაერთხელ განაცხადა და თვითონაც ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ჩვენ ვნახეთ ისეთი ფიგურები ჩავიდნენ რომელიც არიან დასავლეთს ასე ვთქვათ ახალი ოქროს ვარსკვლავი ბიჭუნები როგორც არის ნიკოლ ფაშინიანი ხოლო ასევე თურქეთს ნამდვილად ვერ გაუბედავენ კიდე თითის ლაპარაკით თითისკნევით ლაპარაკს და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორია რომ ჩვენ რეგიონში ჩვენ სამეზობლოში გქონდეს ნორმალური ურთიერთობა და პატივი მივაგოთ ყველას ვინც ამას იმსახურებდა განსაკუთრებით არალეგალურ გამართლებულ გაეროს არასანქცირებული ომით. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თქვენ უსმენთ რევას კარანაძეს.